მაშასე რა კუთხით მოხდება მედია სფეროს დაუმჯობესება ამ საკითხზე კოალიციას მედიის ადვოკატირებისთვის თავისი წინადადება აქვს საკუთარი მოსაზრებები მათ უკვე გააცნეს ჟურნალისტებს ახლა ჩვენ შეკითხვებს თამარ კორძაია უპასუხებს პირდაპირ ეთერში მოგესალმებთ ალბათონო თამარ კონკრეტულად რა კუთხით მოხდება მედია სფეროს დაუმჯობესება მოგესალმებით მე პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ეს არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთი მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები კოალიცია უკვე ერთ წელზე მეტია ძალიან აქტიურად მუშაობს თვითონ იმ საკითხზე რომელთა სავალდებულო ცვლილების გარეშე მედია გარემოს გაუმჯობესება შეუძლებელი იქნება ეს არის კომპლექსი საკითხების და ამ საკითხებზე მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ძირითადად ამ საკითხებზე კოალიციის წევრ ორგანიზაციებს შემუშავებული აქვთ უკვე კანონპროექტები, წინადადებები, მოსაზრებები და ეს უკვე მზა დოკუმენტებია. შესაძლოა ახლანდელი რეალობიდან გამომდინარე ისინი საჭიროებდეს გადახალისებას და გადახედვას, მაგრამ პრინციპული საკითხები უცვლელი რჩება. მე უბრალოდ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ კოალიცია აქტიურობდა, რა თქმა უნდა, წინა პერიოდშიც ის ცდილობდა ეთანამშრომლა წინა ხელისუფლებასთან და მაგალითად ის რომ წინა საარჩევნოდ მასკერის პრინციპი არსებობდა ეს იყო კოალიციას და მისი წევრი ორგანიზაციების ასეთი დაუღალავი შრომის შედეგი მაგრამ ეს იყო მხოლოდ ნაწილობრივი შედეგი იმიტომ რომ ჩვენ პრინციპულად ვთვლით რომ მასკერი ეს არის მაუწყებლობის სფეროში სამოქმედო პრინციპი და ის არის მაუწყებლობის მედია სფეროში ცხოვრების წესი ის რომ თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს უყუროს იმ არხს რომელიც მას და სამწუხაროდ ეს არგუმენტები ბოლომდე არ გაიწია წინა ხელისუფლებამ და საარჩევნო პროცესის ნაწილად აქცია მასკერის პრინციპები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი ხელახლა უნდა დაადგეს დღის წესრიგში და ის მასკერის პრინციპის მოქმედება გახდეს მუდმივი. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მაგალითად სასამართლოს გახსნა მედიისათვის და სასამართლოში ფოტო და ვიდეო გადაღების დაშვება, იმიტომ რომ ვაცნობიერებთ იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები წინაშე დგას და მას აქვს ისეთი მძიმე ტვირთი აღებული რომ მან უნდა დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა. კოალიციის წევრი ორგანიზაციები კიდევ პრინციპულად მივიჩნევთ რომ ნდობა ვერ იარსებებს თუ არ იქნება პროცესი გამჭვირვალე. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ სასამართლო ამ თვალსაზრისით გაიხსნას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის ასევე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის დროული შემუშავება და ამ სტრატეგიის შემუშავება იმ პირთა მონაწილეობით რომლებსაც უშუალოდ შეეხებათ ეს საკითხები ეს მრავალკომპონენტიანი თემაა და ეს სტრატეგია მთავრობამ უნდა შეიმუშაოს. ვფიქრობთ რომ სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას რომელთა კონსულტაციებს აუცილებლად გაიზიარებს მთავრობა. სამუშაო ჯგუფში კიდევ წარმოდგენილი უნდა იყვნენ როგორც თვითონ მედია სფეროს წარმომადგენლები, ასევე ოპერატორები, ასევე მომხმარებელთა უფლებების დამცველები, იმიტომ რომ ეს ძლიერ უცვლილებებს გამოიწვევს მაუწყებლობის სფეროში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ჟურნალისტებისათვის სახელმწიფო მოხელეთა საქმიანობის ხელმისაწვდომობა. ჩვენი იმედი გვაქვს რომ ახალი ხელისუფლება ანგარიშვალდებულებას იგრძნობს საზოგადოების წინაშე და ის ბევრად უფრო გახსნილი იქნება ჟურნალისტების მიმართ და არ მოხდება და არ გაგრძელდება ურთიერთობა ახლადარჩეულ ხელისუფლებასთან თუ მიმართეთ თქვენ აი ახლადარჩეულ ხელისუფლებას თქვენი წინადადებებით რომელიც დღეს გააცანეთ დღეს მივმართეთ ჩვენ რა თქმა უნდა ის ადამიანები ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან თავის დროზე ჩვენთან ერთად სამოქალაქო სექტორში იყვნენ და ისინი ამ იდეებს ჩვენთან ერთად ამუშავებდნენ. სწორედ ეს გვაძლევს იმ იმედის საფუძველს რომ ისინი უკვე სხვა ტრიბუნიდან ასევე ითანამშრომლებენ ჩვენთან და დღევანდელი ჩვენი პრესკონფერენცია იყო სწორედ ოფიციალური მიმართვა მათ მიმართ რომ ჩვენ გამოვხატავთ ზავდყოფნას რომ ვითანამშრომლოთ ამ ხალხთან სამუშაო რეჟიმში როგორც კი მათ მიენიჭებათ უფლებამოსილება სამუშაო რეჟიმში თითოეული საკითხი განვიხილოთ დეტალურად. ჩვენ არ გვაქვს ამბიცია რომ ყველაფერი ვიცით საუკეთესოდ, ამიტომ თავაზობთ სამუშაო რეჟიმს და სამუშაო რეჟიმში თითოეული საკითხის განხილვას, დეტალებში წვდომას და ასე ვთქვათ კონსენსუსის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებას. ძალიან დიდ მადლობას გიხდით თამარ კორძაია საუბრობდა ჩვენს შეკითხვებზე.